HAARP არის ამერიკული პროგრამა, რომლის მიზანია დედამიწის იონოსფეროს შესწავლა. ის ალასკის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. პროექტს ჯერ კიდევ 1993 წელს ჩაეყარა საფუძველი და უკვე წლებია შეთქმულების თეორიების ერთ-ერთ სამიზნედ იქცა. როგორც შეთქმულების თეორიის წყაროები უსაფუძვლოდ ამტკიცებენ, HAARP-ის პროგრამის ფარგლებში ხერხდება ამინდის მართვა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მსოფლიოს ამა თუ იმ წერტილში ბუნებრივი კატაკლიზმების გამოწვევა. შესაბამისად, ამავე თეორიის მიხედვით ვარაუდობენ, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ამ ტექნოლოგიურ უპირატესობას თავისი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესების გასატარებლად იყენებს. ასევე ზოგიერთი შედარებით ნაკლებად პოპულარული შეთქმულების თეორიის მიხედვით მსგავსი პროგრამები შედარებით მასშტაბურ მიზანს ემსახურებიან ადამიანების გონების კონტროლს. შეიძლება ითქვას, რომ HAARP კონსპირაციის თეორიების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და გვევლინება როგორც ერთი მსხვილი ნაწილი ახალი სამყაროს წესრიგის თეორიისა. ამ თეორიას რომ მივყვეთ, არსებობს მსოფლიო ფარული ელიტა, რომლის პრეროგატივა მსოფლიოს გაკონტროლებაა და შესაბამისად ამისთვის იყენებს ყველა თანამედროვე რესურსს, მათ შორის HAARP-ს. ამ კონკრეტული შეთქმულების თეორიამ საქართველომდეც მოაღწია. საზოგადოებაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს HAARP-ის ნაგებობა საქართველოშიცაა განლაგებული და ის იწვევს ბუნებრივ კატაკლიზმებს, მათ შორის შობის ტრაგედიასაც. ამ ნაგებობას უკავშირებდნენ. შემდგომში გაირკვა, რომ ნაგებობა, რომელზეც თეორიის მიმდევრები მიანიშნებდნენ, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული მეტეოროლოგიური რადარი იყო. შეთქმულების თეორიების მოყვარულები HAARP-ის პროექტს ასევე უკავშირებდნენ 2023 წლის 6 ნოემბერს საქართველოს ღამის საზე გამოჩენილ ავრორას, რომ ნოემბრის დასაწყისში HAARP-ის ცენტრი ალასკაზე ნამდვილად ატარებდა გამოკვლევებს. თუმცა ის გავლენა, რომელსაც ეს პროექტი ახდენს იონოსფეროზე, იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ კვლევითი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო შესაძლებელი მისი შემჩნევა. აღნიშნული ავრორა რამდენიმე დღით ადრე მზის ზედაპირზე მომხდარ გიგანტურ პლაზმურ ამოფრქვევას უკავშირდება, რომელსაც კორონალურ ამოფრქვევასაც უწოდებენ. იმისთვის, რომ გავიგოთ, რით დაიმსახურა ამხელა აჟიოტაჟი და კონსპირაციის თეორეტიკოსების ყურადღება, HAARP-მა უნდა ჩავიხედოთ ამ პროგრამის კვლევის საგანში. HAARP არის 300 მილიონიანი პროექტი, რომელიც დისლოცირებულია გარე სამყაროსგან. ის ალასკაზე მდებარეობს, ქალაქებისგან მოშორებით. პროგრამა არაერთგვაროვანია და რამდენიმე ქვეპროგრამას მოიცავს, თუმცა მათ შორის ყველა ეხება დედამიწის იონოსფეროს შესწავლას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ HAARP-ზე გარდა აკადემიური წრისა მუშაობენ ამერიკის არმიის მეცნიერებიც, რომელთა საქმიანობის დეტალებიც გასაიდუმლოებულია, რადგან მათი კვლევები ბირთვულ წყალქვეშა ნავებთან კომუნიკაციას ეხება. თუმცა HAARP-ის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია არის სატელიტური კომუნიკაციების გაუმჯობესება.